საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მადრიდელები ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ცნობიან. საქართველოს გაცნობა წარმოუდგენელია ქართული ღვინისა და კულინარიის გარეშე, შესაბამისად ქართულ სტენდთან მრავალრიცხოვანი ვიზიტორებიც მოულოდნელი არ არის. თამარ ჩიკვატია გვიამბობს ქართული კულტურის მადრიდულ დღეებზე. ესპანეთი მადრიდი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა და 150,000-ზე მეტი სტუმარი. მსოფლიოს 156 მონაწილე ქვეყანა, მათ შორის საქართველო. 5 დღის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს ვიზიტორები და საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ. დღეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს შეხვედრები ჩანიშნული როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიასთან ვეხმარებით სექტორს იმისთვის, რომ ადგილობრივი კონტაქტები დაამყაროს და ბევრად მეტი მოგზაური ჩამოიყვანოს საქართველოში. სოფლიოში საქართველო ტურისტული პოტენციალის წარმოჩინების კუთხით ძალიან კარგად პოზიციონირებს. აღნიშნული შესაძლებლობები ხელს უწყობს ახალი კონტაქტების დამყარებას, ასევე ჩვენი ტურისტული პოტენციალის მეტად წარმოჩინებას. რატომ უნდა ეწვიოს საქართველოს ჩამონათვალი ვრცელი, მრავალფეროვანი და თვალსაჩინოა? ეს საუკეთესოდ გამოჩნდა გამოფენაზე მოწყობილ საქართველოს სტენდთან, სადაც სტუმრებმა და საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებმა ჩვენი ქვეყნის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. საქართველოს შესახებ გამოფენაზე ბევრი რამ შევიტყვე. აქამდე ვიცოდი ქართული საპორტო ქალაქების, ფოთის და ბათუმის შესახებ. ვიცი, რომ ბათუმი ინდუსტრიული და ეკონომიკური ჰაბია. მივიღე ინფორმაცია თბილისის უძველესი მონასტრების, საქართველოს ბუნების, თების შესახებ და ვფიქრობ საქართველოში მოგზაურობას. ძალიან მაინტერესებს საქართველოს მონახულება. მინდა ვესტუმრო თქვენს ქვეყანას, ხალხს და ულამაზესი პეიზაჟები დავათვალიერო. ძალიან დამაინტერესა საქართველოს მთებში ლაშქრობა. ამ გამოფენაზე მირჩიეს თბილისის მონახულება. ასევე მინდა გავსინჯო ქართული კერძები, რომელიც გამორჩეულია. საქართველოს სტენდი გამოფენაზე რომ განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრში იყო, ამას ვიზიტორთა დიდი რაოდენობაც ადასტურებს. სტუმრებს ქართული შეფ-მზარეულები გაუმასპინძლნენ და ქართული ღვინის, კერძებისა და ტკბილეულის დეგუსტაცია შესთავაზეს. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ გამოფენაში მონაწილეობა მათთვის პრიორიტეტია. გასულ წელს მაგალითად ჩვენ გქონდა სამმაგი ზრდა. ძალიან დიდი მოთხოვნა არის. ჩვენ არ ვაცდენთ, ჩვენთვის ეს გამოფენაა ყველაზე მნიშვნელოვანი. დიდი აქტივობა იყო, ინტერესი იყო, ის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე კერძო სექტორისთვის, ძალიან ბევრი შეხვედრა შედგა. ქონდა ძალიან ბევრი კარგი შეხვედრა, როგორც ესპანური კომპანიები, ასევე იყვნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. საიმიჯო ვიდეო რგოლები, გზამკვლევები, რჩევები და უპირატესობები. საქართველოს ტურისტული რეგიონების წარმომადგენლებმა 5 დღის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გამართეს საერთაშორისო კომპანიებთან და მომავალი თანამშრომლობისთვის საქართველოს ტურისტული სიახლეები დეტალურად გააცნეს. ჩვენ გავმართეთ ძალიან საინტერესო შეხვედრები, ერთის მხრივ ტუროპერატორებთან, რომლებიც უშუალოდ პაკეტების შემუშავებაზე მუშაობენ, მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი იყო გვესაუბრა ბლოგერებთან, ინფლუენსერებთან, ჟურნალისტებთან. ესპანეთი და ქუთაისს აკავშირებს პირდაპირი ფრენები მადრიდიდან და ბარსელონიდან, რაც გვაძლევს საშუალებას შევთავაზოთ ესპანელ მოგზაურებს იაფი, მარტივი და კომფორტული მოგზაურობა საქართველოში. დაინტერესება ძალიან დიდია ყველა მიმართულებით, როგორც ტუროპერატორების, ისე კერძო პირების მიერ, სადაც ჩვენ მაქსიმალურად დეტალურად უხსნით თუ რა გზებით უნდა მოხდენ ჩვენს რეგიონში და რა პროდუქტებით შეუძლიათ ისარგებლოთ. ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნება და მუდმივი სიახლეები. საქართველოს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე სულ უფრო მოთხოვნადი მიმართულება ხდება.